სალამი ნიკო. გამარჯობა. სალამი. მაყურებლებს. კიდევ ერთხელ. ზუკა დღეს ზუკა ყავს ქორის რაღაც ისა დიდი დატვირთით ამუშავებენ. მაგრამ ზუკა არის მაგრამ შემოიგება დაგდობათ. რაღაც სპეციფიკური ამბები იყო, კი. ნიკოლოზ რაღაც გავიგე რომ შენს კი რაღაც სიახლეები არის, მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეები. სულ გვპირდებოდი რაღაც იუთუბერობის ხო, YouTube არხი გავაკეთე, ისეთ ის კუჩნათ, ანუ ჩემთვის ახლა რაღაცა რომ პოდკასტს რო ვაკეთებდი, სმენელები მეუბნებოდნენ რომ რაღაცა ახლა გავაკეთებ და მეთქი გავაკეთებ და გამოხმაურება კაი ქონე, ხა ისე არ უყურებ და რაღაცა რამდენი subscriber-ია 634, მაგრამ ნუ ვინით ის რამდენი დღეში ნიკო? 2 დღეში. 2 დღეში, ხო. თან მქონდა რაღაცნაირად ის არის ერთზე მეტი ეპიზოდია. პირველ რაღაც იმაში ნულოვან ეპიზოდში ხსნი იმას კონცეფციას ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება ითქვას და მეორეში ჰიპ-ჰოპის ისტორიას არ ეშვები ჰიპ-ჰოპებს და აბსოლუტურად მქონდა მოსაყოლი და მოვყევი, ორი ვიდეო დავდე. თუ ვიღაცას დაგაინტერესებს, ნაგაზი ქვია არხს, იმიტომ რომ რაღაც პოდკასტის ხუმრობა იყო, inside joke და მაგას გამოვყევი. და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც მიდის, ანუ საერთოდ მქონია ამბიცია რომ მაშინ უნდა რეკორდები მომეხსნა და მაქვს გრძელვადიანი სისტემურად თანამიმდევრულად წავალ და რაღაც ხა იქნება. ყაჩირიო თუ რაზე ლაპარაკობ. ეგ რატო ახსენებენ იცი ნიკო? ხო, მოკლედ ეს რომელი ფილმი არის? ეს არის ფილმი გაყვანა თუ ამ Extraction 2 არის, სადაც საქართველოში ხდება მოქმედება და ციხიდან გაყავთ ქრისიანოს საიდანაც მოდის ეს ნაგაზის თორის, ხო, ყოფილი ცოლის და, რომელიც არის ციხეში, ქართველები არიან, ჩვენი რძალი ქართველია მაგ ფილმში. ოლგა კურილენკო თამაშობს რძლის როლს. ხო, და ტყაჩირის ციხეო აწერია და ნუ ნახევარი ხუმრობა იმაზე მქონდა რომ მეთქე რატოა ციხე ტყაჩიში. ხო, რა ხო ხდება ეს ეგზოტიკური ხმოვანება რა. რატო აკოლო სხვა რამდენი ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ეს რო ნახეს იქ ალბათ კონსულტანტი ეყოლებოდათ რაღაცის შეარჩიეს ის და ეს ჟღერდა ეგრე შემაშინებლად ან რაღაც ესეთი აუბრკითი რაღაც ეგეთია. ნიკო, რისი თქმა მინდა მე ეს რაღაც საგანგებოდ შეარჩიეს ისა 17 თებერვალს დადე ეს ისა ეპიზოდები და ის და ანუ შენი პოდკასტი და თუ რა ქვია YouTube არხი იქაც ამას პოდკასტერი არა ვარო თუ რაღაც YouTuberi ვარო ხო აი ეს დაბადება დაამთხვია რაღაც სპეციალურად შეარჩიე რა გამოკვლევები ჩაატარე და 17 თებერვალს იმიტომ რომ 18 თებერვალს ვიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა შალვა ნათელაშვილის ეს იდექი არჩევნის წინაშე იდექი და გადაწყვეტა რომ 18-ში ბატონი ვიძინას დაბადების შემთხვევით არაფერი არ იქნება -1 დღე ანუ არც კი დავამთხვიე რა არ გამოდი ხო მაგრამ შალვას ხო დაამთხვიე ეხლა ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეა ზუკა როდის არის შენი დაბადების დღე სექტემბერში ხო ხედა ხო მაგრამ მოგეცადა სექტემბრამდე მაშინ მაგაშია საქმე არა ნახე 1-8 არის დაწყებისთვის კაი ციფრი ნუმეროლოგია და ხო აუიცი მაგეთი მე ძალიან დიდი გაქანება ეძლევა ახლა იმაში ჩააბარო და ისწავლო ისად ასტრონეიროლოგია ასტრონეიროლინგვისტიკა და ხო მე ველოდი მე ვიფიქრე რომ რაღაც სპეციალ ჩანაფიქრი იყო და ველოდი რომ რაღაც მომენტში მიულოცავდი კიდევაც იმიტომ რომ ეს არ იყო რიგითი თარიღი ახლა ეს 2026 წლის 18 თებერვალი ბატონ ბიძინას 70 წელი შეუსრულდა ძალიან ესეთი მრგვალი თარიღი არის და ხო არანაირად რაღაცით უნდა გამოხმაურებოდი ნიკო არანაირი გამართლება ამას არ აქვს შენ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ როგორ ჩანს საერთოდ არ უყურებ აბსოლუტურად არ უყურებ ერთადერთი დროდადრო ჩაისმის დროს მიყვარს ხოლმე როცა ჩართულია ან ყავისმის ან რაღაცა და ეხლა ოლიმპიადა მაქვს ჩართული იმიტომ რომ არის რა ჩემი შვილიშვილი უმცროსი შვილიშვილი არის ეგ ლუკმას არ ჩაიდებს პირში ეგრევე TV Time მოპოვებული აქვს ეს უფლება რომ ეგ რაღაც უნდა ჩაირთოს ისიც ის ალბათ შენი ის იქნება აუდიტორია YouTube-ი უყვარს ძალიან ისე არაფერს არ უყურებს ეს რომელიმე არხი და რაღაცა YouTube-ში აქვს თავის ვიდეოები ეძებს და მოუკიდებს ყველანი ხა ხო თან იცი რა არის რომ ხა ჭამის დროს შეიძლება Netflix-ზე რამე ჩართონ YouTube-ზე მაგრამ მან თუ ზუსტად არ იცი რაღაც სერიალს არ ახარ მიყოლილი მარტო ერთ ნახევარსაათი არჩევაში აგდის და სკროლვაში და არ გერგება მოკლედ ის ამასობაში ბუტერბროდს შეჭამ და იმას დაამთავრებ
ხო, ალგორითმი არ არის, მაგრამ შენ უნდა მოიგო რა. ხო, და ამიტომ ტელევიზორი არის კარგი, იმიტომ რომ ტელევიზორი თავისით გთავაზობს რაღაცებს, რაც არის ის არის. ოღონდ ჭამის დროს ახალი ამბების ყურება ლუკმა არ გადაგივა ყელში. არ გინდა. ამიტომ თუ ოლიმპიადაა ხომ კარგი თუ არა და რაღაცა მაქვს ხოლმე ჩართული. ხო, მე 17-18 არა სამშაბათი რო იყო, იმიტომ დავდე, იმიტომ შაბათ კვირას დავამთავრე მონტაჟი, ორ შაბათს კიდე რაღაცა thumbnail-ი გააკეთე, ატვირთე YouTube-ზე რაღაცეები ქენი და ხო, ეს მე ტელევიზორის ყურება შემთხვევით არ მიკითხავს, მაგრამ მანამდე შემთხვევით არაფერს არ ამბობ. რთულია ნიკო ეს მონტაჟი, რამე ტექნიკური, ყველაფერს შენაკეთება რა, ადამიანი ორკესტრი ხარ, არავის არ იხმარ. რასაც არ ვიხმარო სპეციალურად რაღაცა კი არა, მაგრამ ხო ხო, იმიტომ რომ რაღაც რო შევხედე იქ. მარტივი არის ადვილი. ხო, არა. ანუ რას ვამბობ, რომ ახლა ეთყობა მოყვარულის ხელი არც განათება ვარ გარც ხმარი მაინდა-მაინც გადასარევი არც მონტაჟი არის საუცხო, მაგრამ წავა რა არის რა, ანუ არა უშავს, ანუ რო ჩართავ თუ ამბავმა წაიღო, მოყვარულო არის, იმით უფრო გავს ალგორითმი, რომ ბევრს ანახოს რა. იცი რა არის, ისმინება და იყურება, იმიტომ რომ რაღაცეებით აფორმებდი, ჩასვი იქ რაღაც ის და ხო და ეგ ადვილია, გამოღავე ვორდივით არის რა დაჭერე ის ქენი ახლა ან ვორდივით არ არის, მაგრამ აუდიო ფაილი თუ გიმუშავია, იგივეა ხომ ვიდეო. სტუმარი მართლა პრინციპულად არ გეყოლება თუ აღა იმის გამო რომ ის არის რაღაც სახლის სტუდია არის და დისკომფორტი და რაღაცა და ისა, თორემ თუ კონცეპტუალურად უარი თქვი თუ მაგის გამო რომ არის ხა რამდენი ხანია აქ საქმე გვიკეთებია ერთად ერთ-ერთი ყველაზე რთული დამღლელი და აი დროის სწავლების აჰა იოლი ხო ჯაბაიოსელი უნდა გითხრა ლობიოს ჭამაცა სტუმართან საუბარი სასიამოვნო და საინტერესო არის თუ უკვე არჩეული ყავს მაგრამ იქ მოძებნე იქ მართლა ხა უკვე რამდენი პოდკასტია ყველა სადღაც არის ყველა ლაპარაკობს უნდა პროდიუსერი გინდა ან ვიღაცა ვინც სტუმართან იმუშავებს მოკლედ თუ გაფართოვდები და პროდიუსერი დაგჭირდება და დამიწერეს იქ რომ მოიყვანეს სტუმრად ა საკუთარ თავს თავზე პროდიუსერი აჰა ისი სტუმრის მომყვანი პროდიუსერი შეანახა ნახე ბიჭო რამდენი რაღაცა იცი რამდენი რაღაცა ეგეც ნუ აკნინე პროდიუსერის ნიჭოვანი ადამიანი ხარ მულტინიჭოვანი არ არის კარგი მაგრამ მრავალნიჭოვანი მრავალ მაწიერი მულტიტასკერი ხო არ მულტიტასკერი მომეწონა მაგრამ ესე რაღაც ინტერვიუების პროდიუსერად ვერ ხედავ ჯიმი არა ნაგაზი ჰოუმ სტუდიო რაღაც ეგეთი ხო ჟღერს აღარ გეკუთვნის პროდიუსერობა კარგი გადავიფიქრე და აღარ აი გრეკვეშენშენა ნაგაზი შეფარ შეფარ დარქვია ნაგაზი ქვია ნაგაზი გეუბნები ნაგაზი ქვია NHS ნაგაზი ჰოუმ სტუდიო ნიკო რამე თუ გაფართოვდი და რა. ხო, რატო გითხარი ტელევიზორს არ უყურება? ნიკო, როგორც კი 12 საათი შესრულდა, აი როგორც ზღაპრებში არის ის ჩადოსნობა და სასწაული რო ხდება და იმეებში, თინეიჯერებში კი არა ის რა ქვიათ კაცო, ახალი თაობა სადარიანო რო ყვირიან ყველა ჯენზიკებში არის ხოლმე 12 საათი რო გახდება და ჭალები და სიძულით ვამბობ თანა ჯენზიკების არ მეტ ფრაზის ხო ნუ მოკლედ დაბადების დღეზე სახლში რომ მიაკითხავენ ხოლმე ჩუმად რო შედიან და რაღაცა ტორტით და იმედ როგორც კი 12 საათი გახდა 18 თებერვალი შესრულდა ყველა ამ იმან პროსახელისუფლებო არხმა დადო ქარდი მისალოცი ბატონი ბიძინა და ის აქ ვნახავ და არა მარტო მე გათენებას არ დაელოდნენ აი ლიდერები ისინი ესენი ადგილობრივები ფედერალურები და რა ვიცი ყველამ დაიწყო მილოცვა ბატონ ბიზნეს და მიულოცეს ესე იგი აგერ გვაქვს ტელევიზიები ქართველ მეცენატს ყველას ჰქონდა მეცენატი ქველმოქმედი ეს პოზიტივი არის ქართველ მეცენატს 2012 წლის ისტორიული პოლიტიკური გამარჯვების მთავარ შემოქმედს ქართული ოცნების დაფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 70 წელი შეუსრულდა. რუსთავი ქართველ ქველმოქმედს ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო ეს არის გადაწყვეტილი ოღონდ ცოტა შეცვალე რომ ძალიან არ გავდეს. დღე უყურე, აღა იმედი. ხო, აღა იმედი. დღეს ქართველი მეცენატისა და უფრო დიდი ლექსიკური მარაგი აქვს ფილანთროპის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ფილანთროპი ხო, აი ირაკლი ღარიბა, ხო ძველი ისინიც ამო. ხო, უყურე.
რაღაცნაირად ხო მაზალუ არის იქ ღარიბაშვილის ცოლის ძმა ესეთი სტატუსითაც შემხვდა ქარდის ღარიბაშვილის ცოლის ძმაც ულოცავს და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია ქუთაისის დეპუტატებმა პარლამენტის წევრებმა ყველა ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა და რაღაცნაირად ან სოციალურ ქსელებში აქტივობა ჰქონდა ყველამ საჭიროდ ჩათვალა გამოიქვეყნებინა ეს ამბავი რამეს ხო არ გახსენებს ჩვენი უახლოესი წარსულიდან ასეთი დარაზმულობა არა არაფერს რა გაგახსენა შენ ხო იცი რა არის როგორი რაღაც არის არა რას კი არა არ ვიცი რა გაგახსენა უკეთესი იქნებოდა არა ესე ჟღერს თქვენ რა იფიქრეთ არ ვიცი რა გაგახსენა ჯიმი იცი რა არის ჩემო ნიკო რაღაც ესე იგი ხო შორს მაინც ვერ წავედით იმ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირიდან კი ხშირად გვიკიჟინებენ რომ რა ვერ დაივიწყეთ და რაღაცა მაგრამ აი ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გამოდის ჩვენიდან ახლა როგორი რაღაცა არის ბატონ ბიძინას არა აქვს თვითონ ესეთი აქტივობა ხო საჯარო სივრცეში რომ აი რაღაც შეკრებებზე იყოს აი პიროვნების კულტი რო შეიქმნას ხო რაღაც სხვა ენერგია არის საჭირო სხვა აქტიურობა არის სხვა მიწოლა საჭირო და აი რაღაცნაირად მე იქმნება ეს ისეთი ატმოსფერო რომ თვითონ ითხოვს ამ იმას ტაშის დაკვრას აღიარებას ქებას და ასე შემდეგ იქიდან არის ესე იგი ნული ისა აქტივობა ხო მაგრამ უყურე ატმოსფეროში დატრიალებს რაღაცნაირად მოთხოვნილება ამაზე თვითონ მხარდამჭერები თვლიან საჭიროს რომ მასთან უნდა იურთიერთონ აი ამ ფორმით გახსოვს ერთი პერიოდი 2011 წელი იყო თუ 2012 წელი იყო აი ახლა შალვარამიშვილი რომელიც პოსტივის ის არის მთავარი ტიპი არის პარლამენტში დადიოდა მიკროფონით და დეპუტატებს მაშინდელი უმრავლესობის ტიპებს ეკითხებოდა რომ აი ბატონი მიხეილის მაშინ მიხეილ სააკაშვილი ერთი ნაკლი მაინც მითხარიო და ნუ ტიპები გაურბოდნენ არეუბნებოდნენ და ეს ძალიან გადაობდა ამაზე ვინც გაუჩერდებოდა და ეტყოდა კი როგორ არა აქვს ერთი ნაკლი აი როგორ ფიქრობ რა ტიპის ის იქნება ის მეტად მობიერია ან დრო არა ხო დრო არა აქვს საკმარისი ან მეტის მეტად მობიერია ან მეტის მეტად თავს არ უფრთხილდება ისე იმდენად იხარჯება და რაღაც ესეთი არის ხო ბევრს უკვე მაშინაც ხო თავიდან არ იყო ეს მაგრამ კაბინეტებში გაჩნდა რაღაცნაირად ეს პორტრეტები ლიდერის და ხო და თვითონ აი რაღაც დროის მერე როდესაც ხელისუფლება არ იცვლება ხო თვითონ ეს აი როგორც გითხრა ოთახი რო არ გაანიაო და რაღაც ჰაერი მძიმდება ხო რაღაცა იცვლება ატმოსფეროში და ახლა ეს ტიპები თვითონ ფიქრობენ რომ აი ამის დრო მოვიდა თვითონ მზად არიან უყურე პიროვნების სანამ პიროვნების კულტი გაჩნდება მოკლედ პიროვნების კულტის დაბადებამდე ტიპები მზად არიან ელოდებიან ამის დაბადებას აი ახლა როგორი რაღაცა არის შენ წარმოგიდგენია რომ იმან მოინდომოს რაღაც ასე ვთქვათ ჭალებში სიგიჟეები რაღაც ჭალებში რაღაცა მოინდომოს და აი ამ ტიპის პოლიტიკურმა კლასმა გუნდმა უმრავლესობამ აი ხელისუფლების შტოებს შორის დამბალანსებელმა ხალხმა რაღაცნაირად რაღაც ტიპის წინააღმდეგობა გაუწიოს. აი ეს ქარდები, ეს რეაქციები აჩვენებს იმას, რომ აი სრული კარტ ბლანში აქვს ლიდერს, მეწარმეს და არა ექიმს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს. შეიძლება, ან შეიძლება ცოტა სხვანაირადაც შევხედოთ. ხო, აი ეს მაინტერესებს, ვიცი. ერთის რომ თუ ბევრი რამე არ ვიცით ძინიანიშვილის შესახებ, მაგრამ თუ რამე ვიცით ის არის რომ 8 საათზე იძინებს, თუ არ ვიცით 9-ზე თუ 12-ზე რო არ ძინავს, კი არა და არ ღვიძავს ეგ. არ ნახავ და ამის თქმა გინდა. ანუ არ თუ ხო და ეს ჩემს არგუმენტებს მეორე არის ის რომ არის რა მაგარი ხარ ესე იგი ყობახიძე შენ მე მომიტანი არგუმენტი რა არა თუ არგუმენტები არა გაქვს ანუ არ მოსულა არგუმენტებით საკამათოდ არ მოსულა და დებატებში და საერთოდ მაგრამ მე მგონია რომ ამით ჩემი აზრით ხალხის სისტემას უცხადებს მორჩილებას ხო ანუ რატო ესე გამოვიდა ყველა და ესე დაწერეს რა აჩვენებენ რომ მიუხედავად იმ კატაკლიზმური ცვლილებებისა რომელიც ყოფილ ლიდერშიპში ხდება ხანვის იჭერენ უმაღლეს თანამდებობის პირებს ხანვის გამოკითხავენ ხანვის თავზე არის დამოკლეს მახველი როგორც ამბობენ რომ აი ეხლა რაც კურსია იმისი ერთგულები ვართ ანუ
შეიძლება ითქვას, რომ იმდენად ბატონი ბიძინას ერთგულებაც კი არ იყო ესა, არამედ ბატონი ირაკლი ყობახიძის. იცი რა არის? ანუ არ ვიცი, ხა ის არა, ერთ ეგ მენიშნამეც მოგონია, რომ ვიღაცები დასხდნენ და ზუსტად გათვალეს ან რაღაცა ის მოხდა, მაგრამ მგონია, რომ ის კი არის, რომ შეხედავენ ვინ არ დადო მილოცვა თავის დროზე, ან ვის არ ქონდა საჯარო მოხელეებს და მაღალჩინოსნებს და რაღაცებს. ხო, მე მაგას ვამბობ, ატმოსფეროს ცვლილებაში ამასაც გულისხმობ. თავს იზღვევს ვიღაცა. იცი, რო არ დავდო, რო რაღაც ეტაპზე დგება ესე მომენტი, როდესაც მხოლოდ თქმა სიტყვით გამოსვლა არ არის საკმარისი. იცი რა არის, ისა უпроსორად სიჩუმედად ისა დუმილი და თავის ქნება, ანუ პოზიციის არ გამოხატვა, არ შეწინააღმდეგება, ან არ დათანხმება. მოკლედ, მორჩილად ყურება, მორჩილება მხოლოდ აღარ არის საკმარისი. სხვა ტიპის აქტივობას ითხოვს ხო, აქტიური გამოხატული, ხო? როგორც სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, ასევე დუმილს აქვს მნიშვნელობა. ხო და ეს თვითონ ატმოსფეროს ცვლილებაში ამას გულისხმობ, რომ რაღაცნაირად გიწევს ამ მის დადასტურება შენი ლოიალობის, ზედმეტი არასოდეს არ არის ყოველ შემთხვევაში და შენ ახლა ირაკლი ყობახიძე რო ახსენე, არ შემხვედრია მე, არ მახსენდება, რომ წინა პრემიერ-მინისტრები, ან პარლამენტის თავმჯდომარეები, ან ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ლიდერები ეკოთ. ერთი და იგივე ტექსტით. იცი რა არის არა, ასე არა. ესეთი სტანდარტული ტექსტებით არ შემხვედრია, რომ ეს ჭკვიანია, რომ ეს კიდევ კარგი ესეთი ლიდერი ყავს ამ საპასუხისმგებლო პერიოდში და არა, ამ ტიპის ახლა ირაკლი ყობახიძის ესეთი კაფიო გამოკვეთილი და რაღაცნაირად მსგავსი ტექსტებით ქება შემხვდა. როგორ არის ხოლმე, რაღაც ის წინაზე გაგვახსენდა ის დეპუტატი მგონი მახაშვილი, ვიღაც ერთი დილა დაიწყება პარლამენტში და ყველა ერთ და იგივე ანდაზას რო ამბობს და იმას რო ეშლება ხოლმე, ხო რაღაც. ესეც რაღაცნაირად თითქოს ინსტრუქცია იყო მიცემული, რომ რაღაც ტიპით უნდა გამოხატოთ მხარდაჭერა, ხო და აქ მე მგონი ის შემთხვევა არის, განსხვავება ის არის. იქ რაღაც ის არის მართლა პიროვნების კულტი არის, ისა პირობები შექმნილია, პიროვნებაც არის და კულტის ნიშნებიც და აქ შეიძლება კულტის ნიშნები იყოს, მაგრამ პიროვნებას უჭირს ამ შემთხვევაში და ჭირდება ხელოვნურად. იქ ხელოვნური არ არის, იქ ტიპები ერთმანეთს ასწრებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისა მადლიერებიც არიან თუ ვინმე შეახსენებს, რომ არ დაგავიწყდეს დღეს 18-ია და ხო იცი ეს რაღაც არ მოგვეჭრას თავი. აქტიურად და აქ ირაკლისთან სხვა ვარიანტი არის. სხვა ტიპის მხარდაჭერა არის. აქტივობების, იქ პიროვნების, აქ აქტივობების, ანუ განსხვავება, იმიტომ რომ ვინც მიულოცა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე იმათ უმეტესობას თვალით არ უნახავს, ერთ ოთახში არ ყოფილან არასდროს და ვერც გაიგებს მათ არსებობას ბატონი ბიძინა. ხო. მაგრამ აქტიურები ვინც არიან, ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს, ხალხს ყამენ ხო, იმის თქმა მინდა რომ ხო თვითონ ეს აქტიური რო იყოს, ხო, სიტყვას ტრიბუნასთან იდგეს და ტელევიზორში ჩანდეს და რაღაცნაირად ის ვერ აჩერებდნენ და იმას აწუხებდეს ხალხს. ეგეთი არ არის თორე. სხვა მხრივ ძალაუფლების ფლობის თვალსაზრისით ახლა ის ბაჩიაშვილის ამბავი, ხო, იცი ალბათ ხო ნიკო რომ გამოუშვეს ხო ეს ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში რა ვიცი ახლა ბევრი იჩემებს და ბევრს მიეწერება ეს ბატონი ივანიშვილის მარჯვენა ხელობა მაგრამ წლების განმავლობაში მასთან დაახლოებული ხო და ნუ რა ვიცი ახლა მარჯვენა თუ მარცხენა უდავოდ დაახლოებული და რომელთანაც ჰქონდა ეს ფინანსური დავა ხო რაღაც ამ ბიტკოინებთან დაკავშირებული რაღაც მილიარდ ლარამდე იყო ასული ხო რომელიც სასამართლოში წარიმართა დააბრუნეს ვიცი წასული იყო და მისჯილი ჰქონდა 11 წელი შეიძლება ეს საქმე ყველა ინსტანციაში არ იყო გასაჩივრებული და არ იყო დასრულებული მაგრამ მის გამო აი ამ დავის გამო ნუ შეიცვალა კანონები იქ რაღაც მშობლების ნათესავების პასუხისგებლობა ჩაერთო და მთელი ამბავი ხო
კი, აი ყველაფერი ჩანს, ყველა ნიშანია სახეზე, რომ აი რაღაცნაირად ერთი ადამიანის გამო მთელი სახელმწიფო აპარატი იქცეოდა. აი ამ ტიპის ძალაუფლებები ახლა რო არ ისავქნათ, რა ვიცი, არანაირად გაზვიადება არ იქნება. ხო, აი ასე მყისიერად რომ სისტემა მოქმედებდეს, ზოგადად ავტორიტარულ კი ალბათ მონარქიებში უფრო არის ესე, ხო? აი რაღაც მეფემ ბრძანა დილას და შუადღისას სადილზე უკვე რაღაცა შესრულდა. აი ამ ტიპის ის იყო, ოპერატიულობა იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და მათედევიძეს ჯოხის მოქნევის გამო 4 წელი აქვს მისჯილი და ამას ხო, ისე ვთქვათ რომ მანამდე მისი დაკავება როგორ მოხდა სავარაუდოდ ხო, წასულ სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს კი. თუმცა კი ოფიციალური ვერსია იყო რომ საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდა საქართველოში. ხო, არა, ახლა გადაადგილდებოდა. ხო, არა, ყველამ ვიცით ხო, რაც მოხდა. ხო და ესეც დაემთხვა ნიკოთან როგორ უცნაურად. ახლა მონარქია ისე ვახსენე სრულიად შემთხვევით რაღაცმა. დაბადების დღეზე მოხდა ეს ამბავი, რომ ყველანაირი დავა ამოწურულია, არანაირი პრეტენზია არ აქვს არც მასთან, არც მის მშობლებთან, არც არავისთან და ხო, 18-ში გამოუშვეს ეგრე. გამოუშვეს იმიდან. ხო და ეს შენ ამბობ დაჭერებიო და ისა, ხო და ამ ციხეში ისეთი ინტენსივობით შედის და გამოდის ხალხი, ხო, რაღაცნაირად ეს გამარტივებულად, რომ მე ვფიქრობ რაღაც ის მეტროს ტიპის რაღაც ესეთი ტურნიკეტი შეიძლება დააყენონ, რომ რაღაც მოწესრიგებული შეცვლა გამოსვლა იყოს. ხო და რა ვიცი, შეიძლება იმ დონემდეც მივიდეთ ნიკო, რომ იმაში რო არის დათათუთაშხიაში რაღაცას რო დავაშავებთ ნიკო. რაღაცას რო დავაშავეთ. იმის მიხედვით რა დავაშავეთ, შეგვიძლია თვითონაც დავიჯარიმოთ თავი და რაღაც თანხა გადავიხადოთ. თუ უფრო მსუბუქი იქნება რაღაც ის იმეც ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ქარდები და მივაწოდოთ და საკუთარი თავიდან გავქარდოთ და წავიდეთ და ის იმაში დათათუთაშხიაში რო არის ის მიყურადებელი ასინეთა შევკრათ ჩვენი ბოხშა და წავიდეთ ან რუსთავში რუსთავში რა ხო იქ მეგლდანში შენ რუსთავში შენ ბარემ უკვე რუსთავში ჩამოდის სოფტვერში რაღაც ბანალურია რუსთავში ცხოვრობ რუსთავში ციხეში მობი ჩამოდის რუსთავში მართლა რა გახდა ეს რუსთავი ქალაქში ენდრიუ დაიჭირეს პრინცი ახლა შემოდიოდი ვნახე კიც ფრაზე არ ვიცი მე მგონი ეფსტინის ამასთან კი მაგი ცუდად იყო რაღაცები წავიკითხე ეგ ზუსტათაც რომ ცუდად იყო რაღაც აი ძალადობის ამბებში და რაღაც ესეთი პეპელპედო და ძალიან ისე იყო წინჩათ მაგიტო ჩამოართვეს ყველაფერი რომ უფრო ადვილი გამხდარიყო მისი მე დაკავება ჩემი ხუმრობა რა იყო იცი რომ გავიგე რომ დაიჭირეს დანში თუ რუსთავში გადაყავთ ეგეც ასხას რა სიხუმრებს ქართველი ჟურნალისტი ხო, ეგეთი ის. ნუ ჯობია რა სამაგლანი თუ რუსთავი. იცი რა, მე მგონი სხვადასხვა ტიპის არის. არა. ხო, სხვადასხვა ტიპის ის არის. დანში ანუ იმენა ის არის რა. წნეხი. რუსთავში კურორტია? შედარებით კი. ბიჭო ესე კაია რუსთავი. აი შენ წახვიდოდი რუსთავში? კიდე რა ნახე? რა ვნახე ნიკო. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის პრეზიდენტის სიტყვა. პარლამენტში. დიდი სიტყვა ქონდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან რა მაზალო იყო, იცი, ილაპარაკა ეს რესპექტაბელურად. ის გაქვთ თოჯინებიცინიან. მე არ მომწონხარ დღეს, ძალიან ყურებ ჩამოყრილი და მოწყენილი ხარ. მაქვს ნახე ფილმი თოჯინებიცინიან. იქ ხო არ როგორი რაღაცა არის, ხო მიყავს სახში როგორც ლექტორი. და უნდა ილაპარაკოს როგორც ექიმმა, რომ ის არის როგორც ლექტორი მიყავს თუ ხო როგორც ლექტორი სამედიცინოზე ჩააბარა თითქოს და უნდა ილაპარაკოს მედიცინაზე და რაზეც არ უნდა დაიწყოს ლაპარაკი ბოლოს ამთავრებს რითი რომ კითხულობს რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი პასუხიც გეცოდინება იმიტომ რომ იცი სათამაშო არ ქონდა სათამაშო თოჯინების ის არის ფაბრიკის დირექტორი და ყაველაშვილმაც რაც არ უნდა ილაპარაკოს ბოლოს მიდგის სპორტამდე თან მედიცინა ხელისუფლების ლანძღვამდე იმის და მიუხედავად რამე შუაში არის თუ არა იმიტომ რომ რაშენაირის ყველაზე უფრო კომუნისტური გაგებითაც კი ვერ იტყვი რომ მანამდე კი ღარიბ ფენას უფრო მეტი სათამაშო მიეცა მაგრამ არსებობდა სათამაშოები მანამდეც რასაკვირველია არსებობდა სათამაშოები ასევე
წინა ხელისუფლების ბრალი არ არის ვინმე თუ წონაში მოიმატებს თუ დაიკლებს. ეს არის ხო მავნე მეცაც გეტყვი როგორი რაღაცა არის იცი ანუ ეგ ძალიან ვისაც არ უნახავს ყაველშუბა თქვა რომ ძალიან შორეული ისტორიაც არ არის ხო აი იმ 9 წლამდე რაც იყო აი მაშინ არც სპორტი იყო და არც სპორტული მოედნები არც მასობრივი სპორტი არც ფიზკულტურა არც დიდი სპორტი არაფერი ყველგან ყველაფერი იყო მიშვებული და გაუბედურებული როგორც გზებს მიექცა და მერე დაიწყეს ასფალტი ვჭამოთო მაშინ მიექცა ამ სპორტსაც ეგ ყურადღება და 2008-ში 8 წლის ოლიმპიადაზეც ყავდნენ ჩემპიონები ხო და როგორ მაშინ თუ რაღაცა ცუდი ხდებოდა და ხელისუფლების ბრალი იყო მაშინ თუ რაღაც კარგი ხდებოდა ის შემთხვევით ხდებოდა ესე ხო არ შეიძლება და მე რაღაცნაირად მიაბა ეს ამბავი იმას რომ ფიზკულტურის ინსტიტუტი მოისპო და რაღაცა და ახლა ისი როგორ არის იმ ჩამოხჭობილის ოჯახში თოგზე არ ლაპარაკობენო ახლა რასაც ეს განათლების ეს რეფორმაა თუ დეფორმა სასწავლებელს უკეთებს ან ესეთი ინიციატივა მაინც ქონოდა რომ ეს ფიზკულტურის ინსტიტუტი ხელახლა იბადება და აი ჩვენ ამ არანაირი არაფერი და ნუ მოკლედ შეეტენათ იმათ ეს ჭარბწონიანობის ამბავი ხო და ვიცი რა არის ნიკო მეც მქონდა რაღაც ჭარბწონი მე დავძლიე არ მქონდა ესეთი იმათ არა ბარიატრიით არა მაქსიმუმ შენც ახლა იმათ ხო ჯიმში დაიწყე სიარული ეს პრეზიდენტის ინიციატივასთან რამე კავშირია არა შავპარასკევთან იყო კავშირი იმიტომ რომ იაფი იყო უფრო მე შევხედე რომ ესეც არის შესაძლებელი და მაქსიმალური წონა რა გქონია ნიკო ჩვენზე ვილაპარაკოთ რომ სხვა არ დავტრავოთ იცი რა ნუ ეს 10 წლის წინ პირველად მაშინ დავიწყე ვარჯიში და 100-მდე ვიყავი ასე ცოტა მეტიც კი ანუ შენ აღალი რო ხარ იტან რა რო იტყვი მაღალ ადამიანზე ეგრე რო იტყვი იტანს რა ანუ ჯობია რომ არა იტანო და რა ჩემი მაქსიმალური წონა იყო 124 თუ 125 აი ხო კი აქ რადიოში მუშაობდი ძალიან შევწუხდი აი ფიზიკურადაც იმათ ნაცემის ბრალია ვიცი რა პერიოდი დაემთხვა ისე რა იაფიფული და იაფასიანი საკვები სალაფავი ხო და მე შევებრძოლი ამას აუზზე სიარულით. ახლა ეს ხერხემალი რაღაც ტვირთები და ის სიმძიმეები და ის არა. აუზზე დავდიოდი რუსთავში არის ძველი უძველესი ის არის აუზი თოლია რომელიც გაფორმებული არის აი საბჭოთა და იმით აი ეს ადრე გახსოვს ეგ საბჭოთა იმაში იყო მოზაიკა იყო საბჭოთა და რაღაც ეს ისა ბერძნული მითოლოგიის ნაზავი რო არის ხო იქ ნეპტუნი და უცბად პიონერები და რაღაცა ესეთი ულამაზესი მოზაიკები არის 6 იქით 6 აქეთ ახლა რაღაცით დაფარეს მე მგონი არ არის ჩამოყრი ისი არის და მოკლედ ესეთი 25 მეტრი აუზი და კარგად გულდადებული ყოველ მეორე დღეს დილას 7 საათზე ვიღვიძებდი მივდიოდი 1 საათი ვცურავი და ჩამოვედი 100-ს ჩამოვწდი მე ეს ეგ შევინარჩუნე მე კიდე ცოტა ჩამოვიკლე და ახლა დილას რომ მოვდიოდი ავიწონე და ვარ 102 კილო ნახევარ ხო მეც ესეთი რას ახლა მე ნუტრიციოლოგია და სამაკ 100 ჩამოვწდე რა ორ ნიშნა რიცხვზე ჩამოვიდა მაგრამ ვერა ბიჭო გეგონება ის აი მემკვიდრეობა ნაციბის ის მაინც 103-ს ვერ ჩამოვწდი რაც მე წამიკითხავს ან მაქს ექსპერტი არა ვარ მაგრამ ვინც ექსპერტები არიან ცალსახად თანხმდებიან რომ ვარჯიში ცურვა ყველაფერი ანუ ძალიან ბევრი ამისთვის არის კარგი. წონის კლებისთვის არ არის ყველაზე კალორიების თვლა არის. წონის კლებისთვის არის კვება. და არაერთი გამოთქმა ესეთი რომ ცუდ დიეტას ვერ გადაასწრებ. რასაც ბევრი ირბინო თუ ბევრი ჭამე არ გამოგდის ეგრე რა. რა თქმა უნდა გამონაკლისები არის თუ პროფესიონალი სპორტსმენი ხარ მაშინ რაღაც წარმოუდგენელი რაოდენობის კალორიებს იღებ და წვავ, მაგრამ არ ხო დეფიციტი უნდა შექმნა მოკლედ უნდა დათვალო ანუ რაღაც მოკლედ მიხედო რა კვების garaშე არაფერი არ გამა მაგრამ თუ ცუდად იკვები მაინც ჯობია რომ ევარჯიშო იმიტომ რომ არ მარტო წონა არ არის ეგ ძალიან ბევრი რამისთვის არის კარგი რა ერთი ეგ მეორე ეს ლაპარაკი ვინცაც არ მიოქცევია ყურადღება ბოლო ერთ კვირის განმავლობაში მეც დაახლოებით ისე მხვდებოდა ხოლმე თვალში რომ ხან ჭარბწონიანობას უნდა ვებრძოლოთ ხან დემოგრაფიულ პრობლემებს და ხან კონფლიქტებს ეგეც მქონდა ნიკო ეგ სამივე არის ერთი და იგივე. არის მსგავსი თემები წამოიჭრება ხოლმე რუსეთში, ბელარუსში, სადაც უფრო რაღაცნაირად ცენტრალიზება ხდება ხოლმე და მე გადაწყვეტენ რომ რაღაც პრობლემა დაძლია. ეს არის გადასარევი პრობლემები დასაძლები, იმიტომ რომ არც ერთი არავის ბრალი არ არის. ხელისუფლებისკენ ზუსტად ვერ გაიშვა თავს, რომ აი შენი ბრალია.
დემოგრაფიული პრობლემა, შეიძლება გაიშურო, მაგრამ არ არის არც ერთ ხელისუფლების პრობლემა. მეორე, არ არის პრობლემა, რომელიც ხვალდაზე გადაიჭრება, ვერასდროს ვერ იტყვა, აი ჭარბწონიანობას ეხავებს ვიდე 3 წელიწადში რაღაც როგორც ახლა მოდაშია სიტყვა KPI ვერ გექნება, Key Performance Indicators, ანუ რაღაც ხელშესახები რაღაცა, რომელსაც იტყვი, რომ აი ეს უკეთესი გახდა. შეგიძლია რაღაც ისინი შემოიტანო ინიციატივები. რეალურად შეიძლება მართლა სამივე აქედან პრობლემა იყოს სხვადასხვა კუთხით, შეიძლება არც იყოს, არ ვიცი, მაგრამ მაგაზე არ არის. ეგ არის ილუზია, რომ რაღაცა კეთდება და უფრო ადვილია ხოლმე, რომ მაქტების წამოჭრა. რა უნდა უყო ახლა დემოგრაფიულ პრობლემას ვერავინ არაფერს ვერ უზამს, იმიტომ რომ როგორც წესი ეგ უფრო დიდი სოციალური ბევრნაირი რაღაც დინებების შედეგია ხოლმე. კი შეუძლია რომ სახელმწიფოს რაღაცა პატარა გადაწყვეტილებებით ან რაღაცა როგორც წესი იმიტომ არ ხდება რომ ბავშვს არ აჩენენ რომ მესამე ბავშვი თუ მოინათლება კარგი იქნება ან რაღაც დაბადების მოწმობა გაიაფდება. პატარა რაღაცები შეიძლება რომ მაგრამ ბოლოში არის სოფლიოში არის ტენდენცია რომ ახალგაზრდებს არ უნდათ რა შვილები რა გამოკითხებით. ბევრ სხვადასხვა რამეზეა დამოკიდებული, თან მაინც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც არ არის პირიქით არის არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანია. არის, მაგრამ არის რომ ძალიან ღარიბი ქვეყნები სადაც არის ნიშნობადობა უფრო მაღალია. ეგრეა როგორც წელს და მე კიდე რაღაც რთული მრუდი არის, მაგრამ ეკონომიკასთან არის კავშირში, მაგრამ მაინც კეთილდღეობასთან არ არის. არ ვიცი ხა დაწურლებით რა და როგორ არის და მან ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს, მაგრამ ესე ხელი საქნევით რომ რუსეთში არის ხოლმე შენ თარგმნიდი ხოლმე ან ზოგს წერდი თავიდან რომ მიდი ახლა თბილი ტყუსიკები ჩაიცვით რომ ის კარგად კონდეთ რეპროდუქციული ორგანოები და ეხა ახალგაზრდებს რო უშვებენ ხოლმე რუსულ იმას ბანაკებში იქ ახლა ბუჩქები ეუბნებიან იქაც რომლის იმპლიციტური და ექსპლიციტური განზრახვა არის ხოლმე ის რომ ეხლა მეტი მასალა გვჭირდება მე ანუ ახალგაზრდები გვჭირდება რომ ჯაშში გავუშვათ იმიტომ რომ დავხოცეთ ვინც იყვნენ და რომ შევავსოთ ანუ ეგ არის რაც არაბუნებრივი ისა როცა ზევიდან გთხოვენ მით უმეტეს რომ საბჭოთა კავშირი გაიხსენეთ არც რუსეთია საბჭოთა კავშირი და არც საქართველო ხარ რომ იდეოლოგიური ის აღარ აქვს რომ კომუნიზმის მშენებლობას ახალგაზრდები ჭირდება ანუ რა უნდა თქვა რომ საქართველოს ჭირდება უფრო მეტი ბოთლის ბერავი არ გავუტარებ მაგას ულსკის იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ზევიდან მოდის ხოლმე დაკვეთა რომ ჩვენ გვჭირდება არა კოდი წერე, ბოთლი ბერე, ის მიიტანე ამანათი ერთი ადგილიდან მეორეში. ეგ ჭირდება ბაზარს. ბაზრის კვლევებს რო ამბობენ ხოლმე განათლებასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი უსინდისობა, იმიტომ რომ თქვათ ხარ აი ჩელოისტი ხარ რა ბავშვობიდან და არის უკვე 5 ჩელოისტი არის უკვე მეტის ბაზარს არ ჭირდება, არა 3 ჭირდებოდა მანამდე. მაგრამ შენ იმათზე მაგარი გამოხვალ, მე იმიტომ რომ გინდა რომ ჩელოისტი იყო. შეიძლება ბაზარზე არ იყოს ფილოსოფოსების მოთხოვნა, არასდროს არ არის ვისაც ჭირდება ფილოსოფოსი. ხო, რა საკვირველია. შენ ხარ გამოხვედი და უცებ ისეთი რაღაცა დაწერე, ისეთი რამე თქვი რომ საქართველოსაც გამოადექი და ესტონეთსაც და თურქეთსაც. ამიტომ ესე მიუმატე გამოვაკლე არ არის განათლება. რა განათლება არის დამოკიდებული ნიჭზე. წინაზე ჭადრაკზე ვლაპარაკობდით, გააჩნია რომელ წელს გააკეთებ კვლევას, გვჭირდება თუ არა ხალი მოჭადრაკეები? არა, არ გვჭირდება. შარშან. წელს გვჭირდება, იმიტომ რომ ნახე მოთხოვნა არის და ვაკეთებთ რაღაცას. არ ვიცი, ამ ბაზრის კვლევას თუ რამე აზრი აქვს, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში კონდეს აზრი, თუ რაღაც მინიმუმს მონიშნავ. რომ აი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს თორე უფრო მეტი თუ ვინმეს უნდა. აი როგორ უნდა გაიგო ბაზრის კვლევით, რამდენი მწერალი, რამდენი მხატვარი სჭირდება, ხო? ვერ გაიგებ რა. ვერანაირად ვერ გაიგებ. არ არის გადაჭარბებული და სოციოლოგია როგორც სოციოლოგიის ბაკალავრი დამთავრებული არის, მისი როლი არის ხოლმე ძალიან გადაჭარბებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მარკეტინგის ხალხმა კარგად იცის ეგრე. ყველაფერს კვლევებზე რო აგებ, არის უამრავი რაღაცა, რასაც ვერ გათვლით. ქრესტომათიული მაგალითი არის სონიმ რომ ვოქმენი გამოუშვა პირადი მოსმენის სტილი, რომელიც მანამდე არ არსებობდა ეგეთი კატეგორია საერთოდ ან მუსიკას თუ უსმენდი ხმამაღლა. სახლში უსმენდი ყურსასმენებში, მაგრამ ქუჩაში ყურსასმენები და არავინ არ დადიოდა, არ არსებობდა ეგეთი რამე. რამდენიმე კვლევა სავით ჩაატარეს და არანაირი საჭირო, არავის არ უნდოდა ეგ. უნდოდა სონის დირექტორს, ლეგენდარულს, რომელსაც თავისთვის გადაწყვიტა, რომ რაღაც ამერიკაში უნდა გაფრენილიყო და გზაში კლასიკურ მუსიკას მოусმენ და გამიკეთეთ რაღაცა ეგეთი. რომ გავუკეთეთ, თქო რომ ეს უნდა გავყიდოთო. ფოკუს ჯგუფები, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რაღაცა რომ მიდიხარ, გინდა ქუჩაში არო მუსიკას უსმინო, არა მინდა. რაც მინდა, არავინ არ შვება ეგრე. აჰა, ეხა გაიგეთე და მე დავინახავ რომ ჯიმი ესტადი და ზუკა ესტადი, მე მეც მომინდება. ვოლკმენის მერე გაჩნდა, ხო აი, თუ ვწდები.
რა ვოქმენის მერე 30 წლის მერე ვოქმენი არის 80-იანი წლები. ხო, ის არის 2003-4 რაღაცა ეგრე. ხო, აი ეს ბაზრის 2003-2004 MP3 პლეიერია, მანამდე MP3 კასეტები დადიოდა ხო? ვოქმენი იყო, კასეტის ვოქმენი იყო, აუდიო კასეტის. 15 წელი მაგეთი მოძრაობდით. მე იყო დისკები, მე იყო MP3-ები. Sony Ericsson ქონდა ტელეფონი. ვოქმენის ბრენდი რო იყო, სუპერ პირველი ვოქმენები იყო კასეტები, ეს რო იყო ხოლმე, ნარინჯისფერი. ქონდა? ეს ვოქმენზე რაღაცაზე რატო ლაპარაკობთ, რომ ბაზრის კვლევა, ცოტა როგორ რაღაცაა ხოლმე, იცი კიდე განათლების სისტემაში არის ხოლმე ცვლილებები რო შეაქვს, რომ ბავშვი ფსიქოლოგს დაელაპარაკოს, სოციოლოგი და ფსიქოლოგი გონიათ ჰოგვარტსის სკოლაში რო არიან, ჰარი პოტერში, რაც მხედვარი ადამიანები, რომელს შემოგხედავს და ზუსტად გათვლის, ეგეთი რაღაც არ არსებობს. ისეც რა ბაზრის კვლევა ჩაატარეს და მაგის გამომდინარე განსხვავებები რას უბოდა. ეგ რო ჩატარებული ქონდეთ ნიკო, ყველას ააფარებდნენ სახეზე და სულ აფრიალებდნენ არა, იმას ჩაატარებ. არა, ეგეც არა, მე ვფიქრობ, იქ ახლა იმ მნიშვნელოვან იმაზე დისკუსიაზე თუ დებატებზე რო იყვნენ მისული და ყოველ მეორე სიტყვის მერე ბატონი პრემიერ-მინისტრი ეუბნებოდა ოპონენტებს აბა არგუმენტი დამიცაბუთ და როცა თხოვეს მას ბაზრის კვლევა წარმოგვიდგინეო, მერე მოვაწყობთ პრეზენტაციასო. ახლა ასე დებატებზე მიდიხარ და რა არის? ახლა რა იქნება, ის ხო არ იქნება კონტეინერით მოსატანია რა, იქნება რამოდენიმე ფლეშკაზე ან რამოდენიმე ფურცელზე ამობეჭდავდი. ეგ არის ესეთი რამე, რომ ჯერ ერთი ხარ არ მინდა რომ დავაკნინო სოციოლოგიის მეცნიერება, რომელზეც კიდევ ერთხელ 4 წელი ვსწავლობდი, მაგრამ ფეხში არ გინდა რომ სოციოლოგმა და ყველა მიცის დაკვეთილი კვლევა რო არის, მარტო სოციოლოგიაში არ არის, ყველგან არის. ხასიათი არის დამოკიდებული რა, აი კი რა ხასიათია, როგორ პასუხს გაცემს მაგაზე არის. არა, მაგას გვასწავლიან ხო ხასიათი. რაღაცა პროცენტები. არა, მეთოდი აქვს მეცნიერული. ცუდი ამიტომ ყველა ცუდ ხასიათია, რანაირად. ბიჭო, მაგაზე არ არის მეთქი გეუბნები რომ არის მაგაზე მეთოდი აქვს მეცნიერული. რაღაცები შეიძლება შეგეშალოს, მაგრამ ზოგადად კვლევებში ეს ჩემი მეორე გადაცემა არის ერთი ნიუანსი ტიპის სახზე რო გადის ხოლმე, მათაც ყოველს მქონდა ლაპარაკი. ვისი დაფინანსებულიც არის კვლევა, როგორც წესი, იმის სასარგებლო შედეგებს იძლევა. სოციოლოგიური კი არა მარტო. კვებით საკითხებზე რო არის ლაპარაკი, სასარგებლო თუ არა საქონლის ხორცი. წითელი გამომდინარე თუ რატო? აი, ნუ აი რაღაცები არის. თამბაქოს ინდუსტრია რო ატარებს. თამბაქოს ინდუსტრია ატარებს თუ წითელი ხორცი ატარებს. მოწევა თავისთვის ასიკეთო დასმანაო. აი, კინა ხავს კვლევები, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის თუ რაღაც ყოველ კვირაში ერთხელ არის დილაობით 100 გრამი არაყი თურმე ძალიან კაი ყოფილა და ასე შემდეგ. მათას გაგიხსნის. ანუ როგორც ჩამოაყალიბებ და როგორც ლამაზაცია ისე იქნება რა. იმის თქმა მინდა რომ ამისი ხო გინახავთ ისინი ეგზიტ პოლები და წინა საარჩევნო გამოკითხები ყველა პარტია თავის იმაში ლიდერობს ხოლმე ახლა მათ შორის პატრიოტული ორგანიზაციების ჩატარებული. მაგრამ მე ვფიქრობ, ზრუნველი მთავრობა თუ ჩაატარებს ამ ტიპის ბაზრის კვლევას, მხოლოდ იმისთვის უნდა ჩაატაროს, რომ განსაზღვროს რამდენზე ნაკლები სპეციალისტი არ უნდა ყავდეს ქვეყანას, აი მაგალითად, ჯერ ერთი თვითონ არა, უკვე აი მაგალითად არ შეიძლება რომ არ ყავდეს რამოდენიმე აი ასეული ინჟინერი, როდესაც აი ესეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაწარმოებთ და ეს არ დამთავრდება 10 წელიწადში და 20 წელიწადში და სულ დაგჭირდება მომსახურება გვირაბების, ხიდების და ასე შემდეგ და გჭირდება ინჟინრები. არ უნდა ყავდეს 20 ინჟინერზე 20 ყვალე. ხო, მაგრამ შეიძლება ყავდეს 60. იმიტომ რომ იმ 60-დან თუ 20 ინჟინერი გინდა ყავდეს და მხოლოდ 20 მიიღებ, იმ 20-დან რა გარანტიაა რომ 20-ვე ივარგებს, ხო? ეგრე არ ხდება, რომ აი 100%-იანი იმით მარგი ქმედების კოეფიციენტით იმუშაოს ვინმე. 100 მხატვარი გვინდა და ისწავლა 100-ვე გამოვა ისა ლეონარდო და ვინჩი. არ იქნება ესე, ხო? და ბაზრის დაკვეთაზე რო ყოფილიყო დამოკიდებული ჩემო ნიკო. ფიროსმანი ამ გვეყოლებოდა ანა. ხო, და ეგეც სისულელი მგონია, რას ნიშნავს? მან ხო რაში ვითარდება? კი, არა. შენ შეუქმენი პირობები, აი შეუქმენი პირობები, რომ განვითარდეს მეცნიერება, განვითარდეს ხელოვნება, კულტურა და ასე შემდეგ. ისეთმა ტიპმა შეიძლება ამოყვითოს თუ გარემო იქნება რომ მე ისეთ მოთხოვნილებას და ისეთ იმას შექმნის აი როგორც ეხა ღვინჭა გააკეთა მაგალითად ყველას ფეხბურთის თამაში უნდა იგივე შეიძლება გააკეთოს მეცნიერმაც რა ისეთი რაღაცა გააკეთოს რომ
ველა დაინტერესდეს ბავშვი. თან მან დარი კვლევა რო ჩაატარო რამდენი ფეხბურთის ვარსკვლავი უნდა გქონდეს. მან დარი ინტერვენციები, რასაც შენობა, რომელიც შეიძლება რომ სახელმწიფომ განახორციელოს, რომელიც არის ხოლმე მტკივნეული და რთული. მაგალითად რომ შემომყავს ჩინური კომპანია გვირაბების გასაყვანად, რომელიც შემოყავს ხოლმე და იმათ დიდი გამოცდილება აქვს და ასე შემდეგ. და იმათ აქვს კონტრაქტში ჩაწერილი 3 ქართველი მოადგილე ან ვიღაც ტიპები შენი ხალხი ყავს ქართველები, რომ იქ იყვნენ, რომ მე შემდეგი ჯერზე იქნება აღარ დაუძახო ჩინელს ან თურქს ან რაღაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს და აქ ვიღაცა ყავდეს, რომელიც გამოზარდო შენი ხალხი. როგორც წესი ეგრე არ ხდება ხოლმე. როგორც წესი იმას ჩამოყავ თავის ხალხი, გააკეთებენ თავის საქმეს და მიდიან უკან. იმიტომ რომ იმათ საერთოდ არ აწყობთ რომ შენი ვიღაცა გაგზავნე. მოხდა რა ქვია. ქვეშეთში მოხდა, ჩამოინგრა კაშხალი და ის ჩინელი ის ვორკერები და მომუშავეები არავის საერთი ნიუსი დაიწერა და შევა ხო და ყველა იცი რა არის თავარი უბედურება მაინც ის არის რომ ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ მისული რომ პოლიტიკოსები ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფრის ახსნას ცდილობენ აი პროპაგანდით და იდეოლოგიით ისეთ ნეიტრალურ საკითხებში როგორიც არის იგივე ჭარბწონიანობა აი ხომ უნდა მოიფიქრო აი როგორი ხელოვნური კონსტრუქტი შექმნა რომ აი რაღაცნაირად სხვას გადააბრალო ეს აი ზიას თემაც ხო იგივე არის ზუსტად რა ხო აი წარმოუდგენელი ამბავი არის რომ რა რაკონჩერი იგივე რაკონჩერი იგივე და ანუ აი რაღაცას რო შექმნია არაფრისგან აი ხო მაგრამ ნუ ხო მე ჯიმი ამბობდა რომ ნებისმიერ აპოლიტიკურ ან მაინც ხო აი ჭარბწონიანობა მოდი მეტი ვივარჯიშო აი ჩვენ რო თამაშობთ ხოლმე რაღაც თემიდან როგორ გადახვალ აი რადიკალურად განსხვავებულ თემაზე რაღაც იმით ხელოვნური ლოგიკური ბმით ხო აი ეგეთი ის არის აი ახლა გულწრფელად შეიძლება იმიტომ ადამიანების ჯანმრთელობაზე არის მე ეს ჭარბწონიანობა ან რა ვიცი ესეთი ტიპის პრობლემები ფსიქიკაზეც მოქმედებს ანუ მნიშვნელოვანი პრობლემაა ბევრი ადამიანისთვის ამაზე მართლა შეიძლება იზრუნო და იგივე სახელმწიფო პროგრამას და ვიღაც ექსპერტები დაიქირავო და რა გააკეთოს რატო ჩდება ეს პრობლემა და როგორ გამოვკლავდე უბრალოდ ის რომ სვის ბოსტანში ისროლო და ამისთვის გამოიყენო ეს აი ხო უცნაურია თან ჭარბწონიანობა ესე ჟღერს ხოლმე და ზოგადად არის ხოლმე საჩოთი რო თუ ფაქიზი თემა იმიტომ რომ როგორც წესი მაინც მარტო წონას მიადგებიან რომელიც არ არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ჯანმრთელობის შეიძლება იყოს შეიძლება არ იყოს ამას წინათ უსმენდი ერთ რაღაც YouTube-ზე ტიპი საინტერესო ხსნიდა რომ BMI body mass index რომელიც არის რომ სიმაღლე წონა შეფარდებული ბევრი ადამიანზე რო ლაპარაკობ დაახლოებით გასაგებია რაც არის ზოგ შემთხვევაში არის სრულიად გაუგებარი იმიტომ რომ თქვათ ვიღაცას ლაშატალა ხაძე ან სპორტსმენს პროფესიონალ სპორტსმენს ვარჯიშობს ეს BMI აქვს მაღალი და შეიძლება გეგონოს რომ არ არის ჯანსაღი მაშინ როცა პირიქით ხვებზე გაცილებით უფრო ჯანსაღია იმიტომ რომ კუნთები და ის არის კი მე ვარჯიშები ანუ სათითაოდ ის კილოგრამები არ არის მთავარი ცხოვრების წესი და სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი რომელიც თუ წამოჭერით საკითხი ამ თავრობის პირობებშიც იყო როცა პარკებში სავარჯიშო ტიპები დადგეს უფასო არის მიდიხარ აკეთებ ეხა პანაცია არაფერი არ არის მაგრამ რაღაცას მაინჯობია რომ თუ ჯიმის ფული არ მაქვს რომ გადავიხადო და სადღაცა ვიყო შემილია თითქმის ყველა უბანში არის გამოხვიდე და რაღაც მანდ შემილია ჩავაჭირო რუსული კომპანიები იგებენ მაგრამ ხო ეგეც უბრალოდ კიდე სხვა საკითხია მაგრამ რაღაცა კიდე დაამატო საცურაუაზები რა ღირს ხო აი ეგ არის რა ღირს საცურაუაზები ბერლინში რომ ვიყავი ბოლოს 10 წლის წინ თუ რა ვიცი მას მე ალბათ გაძვირდა მაგრამ მე დასაბანად შევედი რაღაც ვნახე Google Maps-ზე რომ სასურაო აუზი ახლომახლო კომუნალური მივედი გადავიხადე 3 ევრო ჩხაპში შეხვედი ჩხაპში შევიდა გამოვედი მაგრამ შემეძლო მებანავა კიდევაც ხო ან მაგას ანუ სავსე იყო იქაურობა იბანავე შეგეძლო გეცურავა შემეძლო მეცურავ უბრალოდ არ მაგისთვის ხალისი და ცურავ მოკლედ მესაბანაოდ შევედი მაგრამ 3 fucking ევრო ღირდა კი რამდენად შეხვალ აქან რაღაც ყოველთვიური აბონემენტი რო ამიგო წარმოგვიდგენ იქაც ახლა 3 ევრო კი არ ღირს კაცზე იმის ოპერირება აუზის ბევრად ზვირია მაგრამ ნუ იქიდან ფინანსი კაი გერმანია უფრო მდიდარი ქვეყანა არის ბევრად მეტი საშუალება აქვს რომ რაღაცა კომუნალური შვედეთი ჩვენზე გაჭირვებული არის ხო ანუ მაგებს რომ ლაპარაკობ შეიძლება კი არა და ჩვენ მაგის საშუალება ნამდვილად არ აქვს მაგრამ რაღაცის ხო გვაქვს მაშინ ნუ ლაპარაკობ პრობლემაზე დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა ყველა მაგაზე ხუმრობდა რომ მიმართეს თან ბატონო პრეზიდენტო ჩაერთეთო რანაირად ჩაერთოს ანუ რა უნდა ქონდეს ჭარბშვილიანობა
ხო, არ ვიცი რანაირად უნდა ჩაერთო, გამოცდილება გაუზიარებ. ან პირიქით შეიძლება ჩინეთში შევასწავლე, რომ თუ მეც გააჩენ, მოგიხსნიან იმებს რა ქვია. ხო, არ უყურე მაგაში ხელოვნური ჩარევა არის ყოველთვის პრობლემა. ჩინეთს აქვს უზარმაზარი პრობლემები იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. თვითონაც აღიარებული, ერთ ოჯახში ერთი ბავშვი რომ უნდა ყოფილიყო, მარტო ეხა არა მთელი არ ხდება რა თავისი თუ და ეკონომიკა უკეთესად არის უარესად მაგაზე საიდან უსესხია ეს ლევან გორდეზიანმა პროფესორმა ლევან გორდეზიანმა ერთადერთი მაგ იმის დებატების დროს მიმართა ირაკლი კობახიძეს ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი აი საიდან მოგივიდათ ეს იდეა ვაგე ერთი ოჯახი ერთი ბავშვი ეს ხაჭურის ღარიბებისთვის იგიც ხო და ისა უცნაური ის არის რომ აი უყურე მე ჯერა რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკოს რაღაც თანამდებობაზე მყოფ ტიპს ეს დემოგრაფიული პრობლემები აწუხებს არ არის გულგრილი რომ ხედავს დაცარიელებულ სოფელს ან მთას ან რაღაც გაპარტახებულს რაღაც იმას ხო რომ სულ გეძახოს ვიღაცამ რომ აი გადაშენდები და ერთი სული აქვს რომ გადაშენდები და რელიქტურიერი ხარ და ესა ხარ და გულწრფელად შესტკიოდეს გული მაგრამ ხო შეიძლება აქ მაინც მიუდგე მეცნიერულად აი ესე როგორც ასტროლინგვისტიკას უდგებიან ნიკო საქართველოში რომ აი ეკვლევა მაჩვენა რომ ეს ასტროლინგვისტიკა სულიად წარმოუდგენა ხუთი სპეციალისტი გჭირდება კვლევის გარშ ბავშვობიდან მკითხულობ ჯერ კიდევ აი მე ხო ბებერი ვარ შენ რას გეუბნები მაგრამ ჟურნალ ნიანგი საბჭოთა დროს რომ თას ნიანგი საიუმორისტული ჟურნალი იყო მაგრამ აი მახსოვს ისინი კარიკატურები და რაღაცეები რომ თას ქართველი არ უნდა მოაკლდეს თას დაუბრუნდა მთიელი ესეთი ჩამოვიდა მას მე ან არის ხოლმე ეს აგდებული საზღარი დამოკიდებულება თბილისიდან რომ უკან წადით საიდანაც ჩამოხვედით მეგონება ეგენი ნო ყველანი ხო ხმებათ არ დაავადებულ ვარ თუ ასე შემდეგ იმის გათვალისწინებით რომ უამრავი ადამიანი რომელიც სულ არ ჩამოვიდოდა თბილისში ზოგს სოფელი უყვარს ზოგს თავის ქალაქი უყვარს სადაც დაიბადა მაგრამ რთულია რომ გაჩერდე არც სამსახური არის მაინდა-მაინც არც არაფერი არ არის რამე სამედიცინო სერვისი არ არის განათლების არ არის მე თან თუ დაფიქრდები თქვა ცხოვრობ რა ვიცი ბორჯომში რომელიც არის გადასარევი ქალაქი კაი ხალხი ანუ აი ყველაფერი ბუნებაც ნუ ხა ბორჯომი ასე შემდეგ თან ანუ ვიცნობ იქ ხალხს და რაღაც ის არის მაგრამ რომ თქვა დაქონცი რაღაც იმას შვები ის არ გაქვს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრაზე და მე ვფიქრობ რომ ყველა ფიქრობს რომ უკეთეს სკოლაში სად შევიყვანო ბავშვი არის სოფლები სადაც კონკრეტული მასწავლებლების და დირექტორების გამოისობით ლიდერები არიან გამოცდების დროსაც და ძალიან მაგრები არიან და ვიღაცამ სული და გული ჩადო მაგრამ სისტემური კარგი სიკარგი არ არის ეგ არის რომ ვიღაცებმა თავი გადადეს და ისაქნეს თუ ბავშვს აჩენ როგორც წესი გარშემო კაი სკოლა არა გაქვს და მე რომ მიმყავს სადღაცა თბილისში ოდნავ უკეთეს სკოლაში და შენ რომ მიყავს ბორჯომი იქნება თუ ტყაჩირი იქნება თუ რაღაცა იქნება არ არის იგივე ჩემი შვილი არის უპირატესად იმიტომ რომ განათლების დონე ესეთი ბევრად უკეთესია თუ რაღაცა მაგრამ ეგრე არის გარემო კი ბევრი რაღაცა გარემო ჩვება იმასაც ჩვება მასწავლებელი მე მგონია რომ ერთი ლეველი არ არის ერთი ლეველი ანუ გადახედო მისაღებ გამოცდებს თითქმის ახლა წელს აღარ მინახავს ყოველ წელს ყველაზე მეტი ქულა ვინც მიიღო ხოლმე როგორც წესი რეგიონიდან არიან ძალიან მონდომებული ბავშვები პირიქით არის იმიტომ რომ იქ მასწავლებლები ანუ თვითონ ბავშვიც უფრო მონდომებულია და სამტკიცებელიც ბევრი აქვს სკოლაში მოსწავლე შეიძლება ნაკლებ მოკლედ არ არის აუცილებელი ყველგან ძალიან კაი სკოლა იყოს მაგრამ განათლებაში იქ რო იყოს ჩადებული და არ იყოს მარტო კონკრეტული თავგადადებული ტიპების იმაზე იქნება გადასარევი იმიტომ რომ რეგიონები კი ლიდერობენ, მაგრამ ქვავითაც ეგენი არიან ალბათ. ყველა მაგ ჩატარებული ის რაც მიიღეს ახლა ამათმა იკანონი. მაგაზე აღარ გადავალთ, მაგაზე შემდეგ ჯერზე ვილაპარაკებთ, თუმცა ჯიმის დარჩა კიდე სათქმელი ჩვენ. არა, ხო, არა, მეც ბოლოში ვარ გასული. უბრალოდ ვიტყვი რომ აი აქაც ხო ამ დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტაზე რომ ვჟეროს, აქაც აი თან როგორ იცი ზოგად იმას კი არ იყენებს რაღაცა ეს ფართენარატივს აი თავის ვიწრო პარტიულს რომ აი აქ ჩვენთან ამ ლგბტ ღირებულებები აი ეს ლიბერალიზმი და ეს ყველაფერს იწევს ამ დემოგრაფიულ პრობლემებს მე იყო იქ უამრავი სტატისტიკა ისეთ ქვეყნებში სადაც ეს ყველაფერი ისჯება ხო იქაცაა დემოგრაფიული პრობლემები შენ რომ მითხარი რუსეთში ახლა ესე იგი რა ტიპის ის არის ჯერ რუსეთში ხო ხმალამოღებული ებრძვიან ამ იმას ესე იგი არარსებული ორგანიზაცია რაღაც ეს ლგბტ საერთაშორისო რაღაც
ის აკრძალეს არარსებული ორგანიზაცია და ამაზე ციხია და ამაზე დევნა, გცემენ, მოკლავენ, ამას გიზავენ, იმას გიზავენ. ეს ერთი იქით იყოს. ოფიციალურ დონეზე ებრძვიან აი ის რო არის child free რაღაც ესეთი სხვა არის იდეოლოგია თუ რა ქვია მოძრაობა, რომ არიან წყვილები, არიან ადამიანები, რომლებიც აი თავიანთი შეგნებული გადაწყვეტილებით არაპირებენ რომ შვილი იყოლიონ და ადამიანია თავისუფალი არჩევანია. ამას ებძვიან, ესეც დასჯადი გახადეს. ახლა როგორ ხდება ამ იმის დემოგრაფიის წახალისება? აქ ხო იმას დეპუტატი მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოცდილება გაგვიზიარე და რაღაცა დაგვეხმარე და რაღაცა და იქ როგორ არის? სკოლის აი გეფიცები წაქეზება ხდება. იყოს სკოლის ასაკში, აი წაქეზება, აი ოღონდ გააჩინონ. იქ არის ფულადი პრემიები. მერე ისა ხო ფულადი პრემიები წახალისება, წაქეზება ხდება ამ იმის, რომ ოღონდ გააჩინონ და რაღაც სახელმწიფო იზრუნებს, ახლა რას იზრუნებს. ასეთი მსგავსი გამოცდილება ქონდა რუმინეთსაც ეს ჩაუშესკოს დროს და მერე ცალკე ფილმი არის და ცალკე წიგნებია დაწერილები, აი ამ ვითომ ამ იმისი დიადი სახელმწიფო მიზნების გამო ბავშვები გააჩინონ და სახელმწიფო გაგიზდის, მერე რა დაემართათ ამ ბავშვებს, რა ჯოჯოხეთი ხდებოდა ბავშვთა სახლებში. აქაც ეგრე არის, ოღონდ გააჩინონ, იმიტომ რომ ტიპები აპირებენ სული ომონ ალბათ და სუჭირდებათ ეს ბავშვები და კაცები და ვინც იარაღს ხელში დაიჭერს, ხო? ამის წახალისება ხდება და ისა კანონი მე მგონი არა აქვთ მიღებული, მაგრამ აი ესეთი რაღაც შეთანხმებით, არაფორმალური შეთანხმებით მიდის ხალი კლინიკაში, არავინ გაუკეთებს აბორტს, მუცელს არავინ მოუშლის და ასე. ხო, აი მთელი სახელმწიფო არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაჩნდეს, იმისთვის რომ რაღაც მეტი მასალა ქონდეთ საუმბრად, მაგრამ ეს არ შველის. სტატისტიკა საერთოდ აღარ აქვეყნებენ, ისეთი კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება აქვს. ოფიციალურად ეს როსტატი არის იმათი სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური, აღარ აქვეყნებენ ბოლო წლები არის ამ შობადობის სტატისტიკას. ხო, იქ ხმალამოღებული ებძვიან ამ იმას ლიბერალისტებს, ლიბერალიზმს, ამ იმას გეების ქორწინებას, იმას ამას. კაცი და ხალი და ბიოლოგიას ვერ გაიქცევიო და როცა მართლა ბიოლოგიურ მოთხოვნებს და იმაზე ალაპარაკი, მაშინ იდეოლოგიის ბრალი ახლა. მე თუ შვილი მინდა რა ლიბერალისტი ვარ თუ კონსერვატივი ვარ თუ რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს, ანუ აქვს ადამიანს მოთხოვნილება, ზოგს არ აქვს, ყველას თავის ამბავში გაუმარჯოს ღმერთმა. მაგრამ ეგ არის ხოლმე იოლი გამოსავლის მოძიების მცდელობები, იგივე ფასს წარმოქმნაზე როგორც არის, რომ აგროჰაბი იქნება თუ არი იქნება და ორი ნაბიჯი არის, ერთი ჯაჭვი, იმ უზარმაზა ერთი რგოლი, იმ უზარმაზარ ჯაჭვში, რომელსაც ვერავინ მით უმეტეს თბილისი ესე ვერ გააკონტროლებს მის ყველა რგოლს, იმიტომ რომ არ რთულია. ძალიან ბევრი ის არის ცვლად იმანდ და არავის არ გამოსულია აქ ჯერჯერობით და არც ამათ არ გამოსულია. ერთმანეთზე არის კომპანიები მიბმული და ან ვერ გაიგებს. ანუ იმასთან როგორ მაგაში ჩარევა შეუძლებელია, შეუძლებელი კი არა საჭიროა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ისე რომ ამდენი იხმაურეს და რა გამოვიდა რომ კვერცხი გაიგო 5%-ით რომელიც მანამდე იყო გაძვირებული. ხო და ყველა ვიცით რომ მაგალითად ნიკორაზე ყიდის თავის პროდუქციას უფრო ზუსტად. ვიცი რა მოდი. აი რაღაცა ეგეთი რაღაცები არის. სავარაუდოდ მეამატე მე არ ვიცი და ზუსტად ხა თავს ვერ დავდებ. ხან მე 100%-იანი. ხო, მე ანუ ჟურნალისტები ვარ თქო. იცი რა თავრობიდან ეს წინაზე ვთქვი, თავრობიდან პარლამენტში რო გადავიდა ეს თავრობამ რო გადაულოცა პარლამენტს ეს კომისია და ფასების შემცირების და ფასების გამოკვლევის საკითხი ეს იმას ნიშნავდა რომ ხელი ჩაიქნია და ეს პარლამენტში იქ როგორც უცხოელებმა მოიყვანა თორე დათვალა რა გუშინ ნახე ქარდი ოღონდ მეც ქარდების დონეზე იმას შვები ნიკო იცი რა არის ამ იმაზე წეღანის გამახსენდა და მე დამავიწყდა და ისა ეს ატმოსფერო იმისთვის ეს პათხალი მაჟისტა რომ უნდა მიულოცო და აი ჩვენ იმ პერიოდში რასაც მოსრებული ვართ მე მაქვს ისას პოლიტიკური ანეკდოტების კრებული ხშირად ვახსენებ ხოლმე ერთმა დისიდენტმა მე ის ისრაელში წავიდა იმის შეკრებილი არის და ერთი პატარა ლაკონური და ძალიან ესეთი ნიშანდობლივი ანეკდოტი არის კრემლის მავზოლეუმიდან გამოდის ექიმი და იქ ეკითხებიან აბა როგორ არის საქმე იცოცხლებს მოდის ჰაერში ტრიალებს ექსუნი ნიკო ახლა ჩვენ საყვარელ რუბრიკას გადავხედე უბრალოდ კომენტარებს, იცი როგორ ვიზამ თოპ დავალაგებ და პირველ რამდენიმეს წავიკითხე. არის ნიკო ის სტატისტიკა, კომენტარები, გამოხმაურებები, რითიც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. თუ არა ვინ გიყურა და ბაჩო პიქჩერ ნუ ნორმალურად, ხო? შვიდზე მე. წაიკითხე. არა, შენ არა, მე ჩავხედე რა ის რამდენმა ვნახა მეთქი. თორე შენ ისე კარგად გამოგდის ეგ ამბავი.
ბაჩო ფიქჩერი წერს, ასე მგონია თქვენი და კაცების მაყურებლები ყველაზე კარგი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომ საქართველოს ყველაზე კარგი მოქალაქეებიო და დავით რამიშვილი დაეთანხმა, არაფერიც არ გგონიაო. აბა სრულ ჭეშმარიტებას ამ. კი ბატონო. ანუ პაუზა გავაკეთე შუაში. დაეთანხმა თქვა რომ მეთქვა. ანუ ახლა ფიქრობ, ანუ უფრო ის იქნებოდა რა, ხო იცი? არაფერიც არ გონია, რატო არ გონი? ჭეშმარიტებას ამ. უკეთესია. ნანა მილზილ საუბრები და დებატები სასარგებლოა ჭკვიან ხალხს შორის, რაც სასარგებლო შედეგს მოიტანს და არა ფსიქოპატებთან, რომლებიც ამით მხოლოდ ერთობიან. ფრზე 558 როგორ ვერ ხვდებით რომ გპ-ის აქციებით მორჩილებას აპირებენ დადგნენ და ვაზელინი გაისვეს და მადლობები უხადეს რა გასაკვირი იყო პარტიული ქულების მწერელი უნივერსიტეტისგან. ეკატერინე გოგოლაძემ ბოლო ეპიზოდებში ბატონი ჯიმი ჩაგრავდა ბჭყალებში ნიკოს და ეს თანასწორობა რომ აღდგა სასიამოვნოა. მაინც და მაინც განათლებას უნდა ეხებოდეს საქმე ნიკო ლექტორი რომ გაცხარდესო. კი, აი ნიკო უფრო განათლებაზე ვცხარდები ხოლმე. სხვაზე პოლიტიკურ საკითხებზე არ მაქვს, ან როგორ არ მაქვს ქონია, მაგრამ ის რაც გამოაცხადეს ჭარბწონიანობაზე ვერ ნებიანად ვერ იმაშვა. ნებიანად ვერ რეაგირებს. ნებიანად ვერ რეაგირებს. ამერიკელ ფეხბურთზე იყო ლაპარაკი, რომ რატო არ ყავდა ამერიკაში ფეხბურთის მწვრთნელები არ ყავთ განსაკუთრებით ბავშვებისო. ხო, მაგრამ ხო შეეძლოთ, რომ ჯერჯერ რამდენიმე ალბათ ყავთ, ხა ამხელა ქვეყანაა. იმპორტს გაიკეთებენ, ხა ვინც ასაკში შედის ხოლმე, მე ჩადიან ხოლმე სადღაც სათამაშო. ახლა ხო მესი არის არა, ახლა ამერიკის ლიგაში თამაშობს. ხო, ვარდისფერი ზედა რო არის და მთელი. ჰოკეის ლიგა ყავს ისე როგორც არქიშოვში რა. საქართველოში ყავდა ადრე მათ რაღაც სიუჟეტი გაკეთებული. ლიგა ყავდა თუ გუნდი ყავდა. ანუ ერთი გუნდი, ანუ ორი გუნდი არ ყავდა, ხო? ნაკრები კი არა, გუნდი ყავდა ერთი, ანუ რაღაც არ არის პოპულარული ეს სხვა ქვეყნებში. იცი რა, ეგ მიდის და მოდის ხოლმე, არ ვიცი, ბალახის ჰოკეიც იყო ადრე და ეხლა საერთოდ აღარ. ქუთაისში იყო არა რაღაც ეს. ხო, როგორც ბეისბოლი არ არის არსად რა. ბეისბოლი რუსთავში იყო. თამაშობდნენ. რუსთავში მეთქი თბილისში უნივერსიტეტი. ხელობა, უნივერსიტეტი ჩემი შვებოდა მაგას, რომ კეტბურთი ყოფილიყო. ბეისბოლი. მართლა? მაგრამ არ დამკვიდრდა. ანახა კეტბურთი ამ ხოლმე საერთოდ იმიტომ რომ იმენ ამერიკული სპორტია რომ სახელიც ამერიკული უნდა ქონდეს ალბათ. კეტბურთი თან ძალიან ხელოვნური არის, ხო, ყურს ხვდება. იცი რა არის? თავიდან ყველაფერი კეტბურთს არ ანუ ყურს ხვდება, იმიტომ რომ პირველად გაიგეთ. ეხლა მე არ ხვდება ყურს. დენცქვიტა დღემდე ხვდება ყურს. რაღაცები დენცქვიტას წერენ ხოლმე, შეგიძლია შტაბსელი დაწერო ადამიანმა გერმანული სიტყვა არ ხვდება. ხო, რა დენცქვიტა რა. ხო, მაგრამ კეტბურთზე დენცქვიტა, ყურსქვიტა რა. ანუ არ დამკვიდრა, ვერ იტყვი, ხა კეტბურთი ბეისბოლი არის, რა. კეტბურთი. იცი რა არის? უყურე თვითონ სპორტს უნდა მოყვეს რაღაც ისა, ბეისბოლი არის რაღაც ეგეთი ეგზოტიკური ამბავი და ეს უნდა მოყვეს სახელშივე და ეს კეტბურთი უცბად რაღაც წარმოგიდგება რაღაც ეს ქართული ხალხური სპორტის სახეობა არის, რაღაც რიქტაფელა. ხო. რაც არ არის. მქონდა ხოლმე კამათი, მე ვარ რაღაც თარგმნაზე და იმებზე რომ საჭმელებისთან დაკავშირებით, რომ დაფამწვარი დავწეროთ თუ ისა რომელიც ანუ ომლეტის ნაცვლად და ვერ დაწერ მაგას თუ რომ კვერცხი შეგიწვა, კი რა გინდა დაფამწვარი. როგორი? იმიტომ რომ დაფამწვარი არის შემწვარი კვერცხიდან, რომ დაფამწვარი არის. იმდენი დეტალის ნაირად შეიძლება რომ შეწყო. კარაკი უნდა მოუბრაწო, ხო, ანუ მეორე რაღაცა. ხო. და ასევე დაკეპილი ხორცი უნდა იყოს თუ გატარებული ხორცი და მე ხორცაკეპი რა ხან ქვია. დაკეპილი ხორცი შემთხვევით დანით დაკეპილი და თუ მანქანთარი გატარებული სხვა ფაქტორა აქვს. დაკეპილი ხორცი. მირანდა გულბანმა კომპეტენციაზე გამახსენდა ეკონომიკის მინისტრმა ახსენა ევროპულ ურბანისტიკაში მიღებული პრაქტიკა ერთი უბანი ერთი მარკეტია და ძალიან გამეცინაო. შვედეთში ვსწავლობ ურბანულ დაგეგმარებას, საწყალი მირანდა ყამებს რო უყურებს. მაგის სპეციალისტი რო ხარ რა. და რა, აი საიდან რანაირად მოიტანეს ესეთი რაღაცა, მგონი უფასო ChatGPT-ს კითხა და ისე შვედეთი ვაფშე როგორ იღებს ხნას? დამახასიათებელი იაფასიანი ლახუცით დაეთანხმაო. არა მგონია. მამას ChatGPT-ს კითხა და რომ შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ ეს რა ერთი უბანი ერთი მარკეტი. მაგ იმაზე დებატების დროს, სხვა დებატების დროს ეს შვედეთის რომ პასუხი გასცა პარლამენტის უმრავლესობამ ბატონმა კირცხალიამ რომ შვედეთმა მიხედოს რომ თავის პრობლემებსო და შვედეთს აქვს ამის პრობლემა, კრიმინალის პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები, სოციალური პრობლემები და უფლებების, ადამიანის უფლებების პრობლემები და მოკლედ ბევრი რამე და მე რომ მოთხოვეს პასუხი ამ დებატების დროს ხო ვერ გასცა ესე დამაჯერებელი პასუხი და მეგონა რომ რაღაც მხოლოდ ამ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაში რაც მას მიემართებოდა იყო ძალიან ესეთი ძალიან სუსტი მოდებატე
აი ეს ნეგატიურმა სელექციამ ეს იცის ძალიან სუსტი მოდებატე იყო და მან ხო შეზღუდული დრო აქვს წუთი ან რაღაც 2 წუთი და რაღაცა არ მგონია რომ ეს ჩემი სუბიექტური შეხედულება იყოს და დამოკიდება ძირითადად ცდილობდა დრო გაეყვანა თავისი დრო სხვისი კი არა რომ არაფერი ეთქვა ხო რა შვედეთი მოიყვანა ნეგატიურ მაგალითად და იქ ახლა მარტივი არის იცი როდესაც შვედეთს აი ამ ტიპის პრობლემებს ახვევ თავს უგონებ ხო ძალიან მარტივი არის რომ აქ ახლა იმაზე გამოგიყვანონ იმაზე სუფთა წყალზე როგორც იტყვიან იმიტომ რომ ჩახედა შორს რო არ წახვიდე ვიკიპედიაზე რო ჩახედო რამდენი აქვს თლიანი შიდა პროდუქტი რავი რაღაც რომელ ადგილ პრესის თავისუფლებითა და პოლიტიკური ხო და რამე ისეთი ტყუილი ხო უნდა თქვა რა არ არის მე იწყებ რომ აი ლოგობოტი კარგია იქიც ის სკოლა არის სადაც ბიჭებს დამჯდარი აქვს მეირებენ თუ რა როგორ იმართლა თავი იცი ნიკო რო უთხრეს ეს რიცხვები რომ მოუტანეს იქ ესია აქ ესია აქ ის არის ეს როგორ იმართლა თავი პირველი ისინი დაგვესხნენო თავს რაღაც განცხადება რა ეს ყოველთვის ასე ღირსეულ პასუხს გავცემთ ანუ შეიძლება რომ ეს უბრალოდ ტყუილები თქვა უბრალოდ ცუდი თქვა ჩავხედოთ კიდე რეები ნიკ დვალიშვილი ტანჯავს ნიკოს მოსმენაო გულით ანუ კარგად ტანჯავს თუ ცუდი იმითი ხანდახან კარგად ნიკო იმედია და ნიკას 32-92 შენ გადმოგწვა რომ ლივერპულში აღარ თამაშობს ლივერპულილიო რა სისულელე სიძახით გინდა ჩამოგითვალოთ რამდენი თამაშობსო აბა ჩამოთვალე გინდა ჩამოგითვალო და ჩამოთვალა თქვი რამე ჩეჭიბიlis ვკითხა ხო ანუ ლივერპულის მოთამაშეები არავინ არ ვიცი ჩემი მე კიდევ ერთ პოლიტიკურ ანეკდოტს მოვყვები არა ის ანეკდოტებითი არ არის ეს კაი ის ხوار დავაბინძურებთ გადაცემას არ გააჩნია თუ რაღაც საშინელი არა კაი ანეკდოტები ხო გახსოვს იმ პერიოდში ახლა უყურე ბევრს დაუჯერებლად ეჩვენება მაგრამ ანეკდოტის მოყოლა არ იყო უხიფათო საქმე. თვითონ ანეკდოტის მოყოლის გამო არ დაგიჭერდნენ სიტყვაზე, რომ ანეკდოტი მოყვა, მაგრამ ეს ანეკდოტები თუ პოლიტიკური იყო და ისეთი იდეოლოგისთვის შეუსაბამო იყო, გადიოდა ამა საბჭოთა ხელისუფლება ანტისაბჭოთა პროპაგანდასთან. ანტისაბჭოთა პროპაგანდად ითვლებოდა და ამის გამო მოგთხოვდნენ შენ თუ არ აღიარებ ეს ოცნებასთან. ხო, იქითკენ მიდის, ხო და მოკლედ ჩატარდა ნიკო ანტისაბჭოთა ანეკდოტების ისა კონკურსი მესამე ადგილს გადაეცა 3 წლით ზოგადი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მეორე ადგილზე გასულს გადაეცა 6 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და მე-6 ადგილზე ისა პირველ ადგილზე გასულს გადაეცა ლენინთან შეხვედრა ლენინი ანუ დახრეტა. ასე იგი ამ წუთას ChatGPT-ს თუ დავუჯერებთ მე ერთი true ლივერპუდიან არისო, ანუ ვინც ლივერპულშია დაბადებული, კერტის ჯონსი, რომელიც 9 წლიდან კლუბში თამაშობს, მეტი ამ წუთას არავინ არ არის, მაგრამ არის ერთი კაცი მაგრამ არავინ არ არისო, ეს არის მართალი. მანამდე ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ხო ანუ მე წავიდა ზუსტად არნოლდზე გქონდა ლაპარაკი მაშინ რომ მითხრეს ჩემებმა მე კი არნოლდი წავიდა ახლა რეალში თუ სადღაც გადავიდა მაგრამ ნუ ხო მოკლედ ლივერპულში დაბადებული ეს ერთი არის მაგრამ ნუ ჩამოთვალოს ახლა მოკლედ არ შენიყავი მართალი არის შენ თქვი რომ არავინ არ არისო და ცდები რამდენიც გინდა ახლა მე რამდენიც გინდაც არ არის როგორც ჩანს ლივერპულში დაბადებული ლივერპულელი იპოლიტე როა იმ ფილმში არის თუ არა ეს ბილეთი? ანუ არც ერთი ბილეთი არ არის, ორივეს 0-0 ამ შემთხვევაში არ მახსოვს. ხო, მაგრამ ხო შეიძლება მაინც აღწონო ნიკო, ახლა იყავი რა ობიექტური. უფრო მე ვარ მართალი თუ უფრო ის კაცია მართალი? ნიკა 32-92 ვერსიის ჯემი. კაი, დაველოდოთ მის არგუმენტებს. მათემატიკურად შენ თქვი რომ არც ერთი არ არისო და არ არის ეგრე, ანუ ნულოვანი ის არ არის. ხო? ხო? ხო. იმან მათემატიკურ ენაზე რო თქვა. ხო? იმან ჩამოთვალო მეტი არისო. იმან თქვა რომ რამდენიც გინდა იმდენი არისო. ის უფრო შეცდა. არა, შენ უფრო შეცდი. რატო? ანუ რამდენიც გინდა 1 არის, ანუ 0 კი არა, 0-ზე მეტია. 0-ზე მეტია. 0-ზე მეტიაზე 0-ს რო ამბობ. მაგრამ 0-ზე მეტი გამოჩნდა რომ არის 1, 10 რო ყოფილიყო 2, 3 კიდე ხომ. 10 რო არისო ხო გაცოდი მაგათ. ხო ვიცოდით.
კარგი, მოკლედ მაყურებელი ყოველთვის მართალია ამ პრინციპით, როგორც შენ არც ერთხელ არ მარკეტინგის სპეციალისტი. არერთხელ მიკამათია მაყურებელთან, მე მგონია რომ ამ შემთხვევაში ანუ 100%-იანი სიმართლე არც ერთს არ აგაქვს. არა, არ ვამბობ 100%-იანს. ოდნავ უფრო მართალი არის ნიკა, იმიტომ რომ შენ თქვი რომ არავინ არ არის და იმან თქვი რომ რამდენიც გინდა. ხო, მაგრამ რამდენიც რამდენი გინდა? ერთი. რატომ მინდა ერთი? მაშინ რამდენიც გინდა ის მეუბნება მე. არის 3, არის 4. არა. კარგი. აი, ნიკამ გაიმარჯვა. რა გიქვით ის რა გიდევთ? რაც რა არის? აი რა არის? შენ და ეს რა არის? ჭმადი რო არ არის, ხედავთ ნიკო, თორე აქამდე შეჭამდა. ზაგო კვედრაშეს დადებული და არ ვიცი რა, წაქცეული შენობა არის. არა ბიჭო. წაქცეული სტრუქტურა. ეს არის იკიბანა. აი